გამარჯობათ. ინტერნეტში ამოტივტივდა ესეთი თემა, ჩეჩნეთის რომელიღაც ჟურნალისტი ეკითხება ჩეჩნეთის პრეზიდენტს კადიროვს საქართველოში გზის გაკეთების თაობაზე და კადიროვი პასუხობს, რომ ეს არ არის ჩვენთვის ხელსაყრელია. უბრალოდ გადავხედე კომენტარებს და აი ყოველთვის მიკვირს და მძულს აი ესეთი უკაცრავად ამ სიტყვაზე და უტრაკო ყარაჩოღელების კომენტარები თან ესეთი უტვინო და უფიქრო რომ აი ეს რუსეთთან არ გვინდა ჩვენ გზები და დამოუკიდებელ იჩკერიასთან გვექნება გზები და ასე შემდეგ სისულელეები. პირველი ის რომ დამოუკიდებელი იჩკერია იყო ჩვენ რო გვებრძოდა აფხაზეთში და ეხლა ვინც არ უნდა თქვას რომ ეხლა ეს მოსკოვის ჩაწყობილი ამბავი იყო თუ რა იყო არ ვიცი. ეხლა იქ დუდაევი იყო, იქ ბასაევი იყო, დუდაევის გამოგზავნილი იყო ეს ხალხი, ანუ მის თანხმობით ხდებოდა ეს ყოველივე ხო ესია. და როგორ წარმოგიდგენია თქვენ დამოუკიდებელი ჩეჩნეთი დამოუკიდებელი იჩკერია დამოუკიდებელი კავკასიის გარეშე ზოგადად კავკასიის ერთობის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ ნებისმიერი კავკასიური სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. ეს ხომ ტყუილია, შეუძლებელია. ესე იგი არ არის ეს დამოუკიდებული, ესე გამოდის. მინიმუმ საქართველოს მაინც უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომ იგივე გზა გააკეთო და საქართველოში გადმოხვიდე, იგივე თუნდაც ბენზინი გაყიდო შენი ნავთობი, რომ შიმშილით არ მოგტვი, ხო იმ ჩეჩნეთში თუ რუსეთზე ამბობ უარს და ირგვლივ სულ ასე ვთქვათ მტრული ბანაკია, რუსეთია და ერთი გზა გაქვს საქართველოში და აქედან გადმოგაქ ნავთობი, ანუ მილს გააკეთებ და რაღაც საზრდოობ და ნუ მე შეიძლება რაღაც მეცხოველეობა გააკეთო, კი ბატონო, თუ რასაც გინდა იმას გააკეთებ. ყოველ შემთხვევაში გზა გინდა რომ გამოხვიდე, შენ რაღაც პროდუქცია გამოიტანო და ეს გზა არის საქართველო, ხო? სხვა ირგვლივ რუსეთია. თუ საუბრობთ მხოლოდ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობაზე დანარჩენი რუსეთისგან, მაშინ რატომ უნდა ებრძოლო საქართველოს, ჩემთვის ეს გაუგებარია. ანუ გამოდის რომ ეს არ არის დამოუკიდებელი ჩეჩნეთი, იმიტომ რომ საქართველოსთან ბრძოლა დამოუკიდებელი ჩეჩნეთისთვის არის მომაკვდინებელი. მეორეც დაუშვათ ის რომ ეს მოსკოვმა გადაწყვიტა, მოსკოვმა გაუშვა თავისი აგენტურა თუ რაღაც. ესე იგი მოსკოვი წყვეტს, ხო, ამ თემებს, ვინც გაუშვა, ვინ არ გაუშვას, ხო? დღესაც შეუძლია მოსკოვს გამოუშვას დაუშვათ უთხრას კადიროვს, რომ აბა მიდი შეაწუხე შენ საქართველოს, რაღაც საზღვარი გადაკვეთონ, იქ ვიღაც დაუშვათ მოქალაქე მოიტაცონ. შეიძლება პირდაპირ ომი დაიწყონ, რა პრობლემა არავით არის. რაღაც პროვოკაცია მოაწყონ პაკისის ხეობაში, ვიღაც მოკლან ან გაიტაცონ და მერე გადმოვიდეს ჩეჩნეთში შეერაღებული ვიღაც საველე მეთაურები აქ მოძმე ჩეჩენი ხალხის დასახმარებლად და გამოაცხადონ ეგ პანკისის დამოუკიდებლობა რაღაც მსგავსი. ნუ თუ ეს ასე მოხდა, მე გარწმუნებთ რომ თბილისამდე ჩამოვლენ, იმიტომ რომ საქართველოს შეერაღებული ძალები ნაკლებად ბრძოლისუნარიანია და რუსეთის ესე ვთქვათ შეერაღებულ ძალებს წინ ვერ დაუდგება და ასევე შეუძლია ცხინვალიდანაც გადმოვიდნენ რაღაც ხო შეიძლება მე რომ ოსემა გამოაცხადონ რომ ჩვენ აი ხარს უჭერთ და ქართველების წინააღმდეგ ჩვენ ბრძოლობთ და გადმოვიდნენ გზა გადაკეტონ. აფხაზების გააქტიურდნენ იქ ზუგდიდში გადმოვიდნენ და ასე შემდეგ. ანუ ისევ რუსეთი აჩერებს ხო ამ თემებს თავისი რაღაც გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით, თორემ ეხლა რუსეთი რომ საერთაშორისო ესე იგი სამართალს რაღაც დიდი მათ არ მიიჩნევს კანონმდებლობად, ეს გასაგებია, ხო? აი უკრაინაში რა ხდება? ჩვეულებრივად შეიჭრა მეზობელ სახელმწიფოში და აწარმოებს ომს. ეხლა ეს მართალია, მტყუანია თუ რაღაც ამაზე არ არის საუბარი.
მე ვსაუბრობ საერთაშორისო სამართალზე, რომელიც არის ფეხქვეშ გათელილი და ეს არის დაწერილი მხოლოდ ჩვენთვის, მხოლოდ უსუსურებისთვის, მხოლოდ არაფრის მქონე ქვეყნებისთვის, თორემ შეერთებული შტატებით შეიჭრა, უცხო ქვეყნის პრეზიდენტი მოიტაცა და ესე აკეთებენ იმას, რასაც თვითონ გინდას დაბომბავენ, გინდა არ დაბომბავენ და ასე შემდეგ. ანუ ამით რა მინდა ვთქვა, რომ თუ მაინც რუსეთი წყვეტს ამ ასეთ საკითხებს, ხო? მაშინ რატომ საუბრობ შენ იგივე ჩეჩნებთან, ან სხვა აფხაზები იქნებიან თუ ვინც იქნებიან? წადი და რუსეთთან დაალაგე, ხო ეს შენი საკითხები. რატო და ამერიკა აი ისა 2008 წელს ეს სარკოზი რო დარბოდა ესა ტრაწიანივით მოსკოვში და ვაშინგტონს შორის და რაღაც ხელშეკრულებებს რო აფორმებდა ახლა ჯერ ერთი უნდა გავიგოთ რატო დარბოდა სარკოზი იმიტომ რომ 90-იანებში როდესაც დაინაწილეს საბჭოთა კავშირი საქართველოს საფრანგეთის პასუხისმგებლობის ზონაში აღმოჩნდა და საფრანგეთი აგვარებდა აქ ყველა თემას 90-იანებიდან და რაც მოხდა ეს მაგათი პასუხისმგებლობა იყო და ანუ გამოდის რომ საფრანგეთს არ შეეძლო მოგვარება იმ სიტუაციის რომელიც შეიქმნა 2008 წელს თორემ ჩვენ დაპირისპირება გვქონდა რუსეთთან და ჩაფრინდებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთში ან თუ უფრო დიდი წონა დარეკავდა და ეტყოდა რომ ასაკეთებ თქვენ მან ეხლა მე ბრძანებას გავცემ და დაიბომბება მოსკოვი ხო აბა გამოდით მანდედან ხო მაგრამ ამას ხო ვერ აკეთებს საფრანგეთის პრეზიდენტი აი ამერიკის პრეზიდენტს შეუძლია დარეკოს პარიზში და უთხრას რომ თქვენ მან ჭკვიანად იყავით ხო ну რამოდენიმე ქვეყანაში ვერ დარეკავს ну რუსეთში ვერ დარეკავს მაგრამ ჩინეთში ვერ დარეკავს ინდოეთში ვერ დარეკავს ალბათ ხო და ამას ვამბობ რომ რატომ ესე იგი ხარჯავთ ჩვენ ენერგიას და ეს ვესაუბრებით იქ ევროპას იქ ვიღაც იქ ჩეჩნებს რაღაც სოლიდარობას უცხადებთ თუ ისინი მაინც არ არიან თავის პატრონები და თავისი საქმის მკეთებლები თუ მაინც უნდა შეიკითხოთ მაინც სარკოზიმ იქ მოსკოვში ჩაფრინდა ვაშინგტონში ჩაფრინდა იქ იმას მოელაპარაკა იქ რაღაც შესთავაზა იქ რაღაცა უთხრეს იქ რაღაც შეეხვეწა თუ ასექნა თუ ისექნა ანუ მაინც არ გვარდება რა მსოფლიოში საქმე მოსკოვისა და ვაშინგტონის გარშე მაშინ რა გვინდა ჩვენ ეს რატო ხარჯავთ ჩვენ ენერგიას რომ ევროპას ვეკეკლუცოთ თუ რაღაც მხარდაჭერები უცხადოთ და იქ რაღაც ესეთი ნუ მე არ მესმის ეგ თემა მე არ მესმის და ახლა ცოტა რომ განვუხტო სიტუაცია ცოტა პატარა გადახვევებს გავაკეთებ ერთი ახლობელი მყავს რა მეგობარია და დიაბეტი აქვს და როცა არ უნდა აი მოხდე მაგასთან სუფრაზე ყველანაირად ცდილობს რომ არიდოს თავი დალევას და ნუ ახლა ჩვენ ადამიანები ვართ და გვესმის ხო ადამიანს დიაბეტი აქვს და ხო არ დააძლებდა რაღაც მაგრამ იცით როგორ არიდებს თავს აი გუშინ წინ მაგარ кейფში ვიყავი და ბევრი დავლიე და ახლა უკვე აღარ შემიძლია აღარ შეიძლება ამდენი და ან იტყვის რომ აი ხვალ დაბადების დღეზე მივდივარ და ან ზეგ მივდივარ და ახლა რომ დავლიო მე ვეღარ დავლიო კარგად და აი ბოდიში და რაღაცა ესე რაღაცნაირად აი უკაცრავად აი ხიტრაჟოპულად გამოყავს რა სიტუაცია აი რაღაც აი სკოლსკად რაღაცნაირად რომ აი ეს მაგონებს რა აი უტრაკოყარაჩოღლური უკაცრავად ძალიან ბევრი უზდერლური სიტყვა არის ახლა ამ ვიდეოში და დიდი ბოდიში მაგრამ აი ეს მაგონებს რაღაც აი მაგ უტრაკოყარაჩოღლურ განცხადებს რა აი ჩეჩნე ჩვენ ვითომ ახლა რადგანაც იმან დაწერა რომ აი ჩეჩნეთის რაღაც მხარდაჭერა ესე თვითონ ჩეჩენი მებრძოლია, ბოევიკია, თუ ისეთია, თუ ანუ არ ვიცი ახლა ჯერ ის ჩეჩენი ბოევიკი დამოუკიდებელი ჩეჩენი აგიხსენით უკვე ხო? არ იყო ის დამოუკიდებელი ჩეჩნეთი და ინგლისის ინტერესებზე მუშაობდა, ხო? და წარმოუდგენელია ბევრჯერ მithქვას და ინგლისი არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა და არ შეუძლია ინგლისს იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა. ინგლისი არის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში. და როგორ შეიძლება ხა ჩეჩნეთი იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა? ეგ ხო სისულელია აბსოლუტური, ხო?
ჩეჩნეთში უბრალოდ რაც როგორც გითხარით კრემლის კოშკებთან დაკავშირებით ერთი კოშკი ერთია, მეორე კოშკი მეორეა და ისინი ერთმანეთს ებრძვიან, იქ მესამე კოშკიც არის, მეოთხე კოშკიც არის და ერთ კოშკის ინტერესებს იცავდა ჩეჩნეთის პირველი რესპუბლიკა, რომელიც შეიქმნა 90-იანებში, მერე ის დაამარცხა მეორე კოშკის, ასე ვთქვათ, საზოგადოებამ ლობიმ და ისინი გაიქცნენ თავის პატრონებთან ლონდონში არის ახლა ჩეჩნეთის მთავრობის წევრები იქ აფარებენ თავს, ხო? ანუ ეს იყო კოშკების ბრძოლა, არავითარი იქ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჩეჩნეთში არ ყოფილა, ხო? თუ ის გაიმარჯვებდა, ის ერთი კოშკი, მერე მოსკოვშიდაც ალბათ ის კოშკი მოვიდოდა უფრო ზემოთ სათავეში და დანარჩენები იქნებოდნენ უკვე რაღაც მეორე პლანზე გადაწეულები, ხო ესეა? მაგრამ პუტინის კოშკმა აჯობა, ანუ იმ ხალხის კოშკმა, სადაც პუტინი იყო მიჩნეული ლიდერად, იმან აჯობა, ხო? და დანარჩენებსაც მერე ეს უკვე აწყობთ პუტინის კანდიდატურა და არიან თავისთვის. თორე ყველა მათგანს თავისი ყავს ლიდერი, ხო? უკვე გითხარით, იქ ლავროვი დაუშვათ, იქ შოიგუ და ასე შემდეგ. ჩუბაისი იყო ერთი ლიდერი და წავიდა, ხო? აი ეს ხალხი, ვინც აი 20-30 წელია რო არიან სათავეებში, ეგენი არიან ზუსტად მათ აღიარებულ ლიდერები. მოკლედ, რო დაუბრუნდეთ ახლა ამ ჩემ მეგობარს, რომელიც ასე სკოლსკად არიდებს თავს, მე მაგის მეუღლე ჩემი ახლობელია ასევე, ჩემი ნათესავია და ესე იგი ზუსტად ვიცი, იქიდან გამომდინარე ახლა მე ექიმი რო ვარ, ხშირად გქონია ჩემთან რაღაც ტელეფონ საუბარი და რაღაც და ზუსტად ვიცი ახლა როგორ ცხოვრები წეს, არავითარი ახლა იქ მაგარი დალევები მეგობრებში და დაბადების დღეებში მაგას არ აქვს. ნუ ყველგან სადაც მივა ერთი და იგივე ის აქ ჩაწერილი რა, რომ აი მიწევს ან მომიწია დალევა 1-2 დღის წინ და ახლა ვერა და ან უნდა მომიწიოს დალევა და რაღაცა ხო და აი ესეთი ტიპები რა, აი ეს რაღაცნაირი, აი გაუგებარი ტიპები რო არიან, რომ აი კლავიატურაზე სხედან რაღაცას მუშტებს იქნებენ, მერე წავლენ დაწვევიან, დაიძინებენ ტკბილად და შენ აქ ვიღაც დებილებს შეაგულიანებენ ან პატარა ბავშვებს, რომლებსაც მერე გარეკავენ ომში ან ჩახოცავენ, ან მერე შიმშილი მოვა ქვეყანაში და შენ პურის ფულისთვის უნდა იბრძოლო და სიცივესთვის რომ ბავშვს არ შეცივდეს და თვითონ იქ სადღაც ევროპა, ამერიკაში სადღაც არის და წავა ისა წულუკიანმა რო თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან მაგარი ხალია რა ვიცი ახთოვანებული ისეთ რამეებს ამბობს ხოლმე აი უკანა ეზოში ომთან დაკავშირებით რო თქვა ევროპის უკანა ეზო ვართო და ჩვენი ბიჭები ჩხუბი რო უნდა და უკანა ეზოში მიდიოდნენ და იქ ჩხუბობდნენო ეგეთი ისე ევროპის იმად გადავიქეცით ჩვენ. ხო და მაგან თქვა რომ ესე მხარდაჭერიმეებს გაგვიკეთებენო ევროპელი კომისარები და პოლიტიკოსებიო. რაღაც ლოზუნგებს და გაგვაღიზიანებენო თავის აი მხარდაჭერული რაღაც და მე წავლენ იმაში ყავას დალევენ და კრუანსას მიაყოლებენ თვითონ და შენ აქ უნდა ეომო რუსს. და რუსეთის იმპერიაზე. თვითონ იქ განცხრობაში უნდა იყოს, ხო? მოკლედ. ბევრი როარ გავაგრძელოთ, დაანებეთ თავი რა ამ რაღაც გამოგონილ მაგარ ბიჭობებს, რომ აი იცი რა, აუ ექიმების დედა იმ მოაზე ხა ჩემ ნაცნობზე მეგობარზე, რომ აუ რა დიეტა და აუ რა ასქვი რა დიეტა და ეს და დიეტა კი არა, კიდე ცვავდა, კიდეც და კიდეც უნდა ქალებში ვიარო და რაღაცა და ნუ ეგეთი იმიჯებს რო იქმნიან რაღაცა აი ზოგი ბოევიკის იმიჯს იქმნის აი იმაში და ერთი კაცია კიდე რაღაც სამხედრო ფორმით გამოდის და აუ ვაშკაცები ვიყავით ჩვენ სულ რა და რუსები და ვაშკაცები და სადღაც 50 წლის კი იქნება და M4 ომი იყო და სად ვინ დაგაკავა და როდის გააბრუნე შენ რუსი უკან და რომელ ბრძოლაში დაიღუპე და ისა ქვია ანეკდოტი რო არის ესა დაგვიჭირესო და ზოგი მოკლესო და ზოგი სექსუალურ შეურაცხყოფა მიაყენესო ბაბუა რო უყვება შვილიშვილს პაპა
და მე და ისა და როგორ რაღაცო დავახწიო მე ამ და შენ რა გიქნესო პაპაო და მე მომკლესო და აი ესეთი ის არის რა ხალხი რომ ვითომ რაღაცა ვითომ ესე და მე უცებ მიცუცქებიან სადღაც კუთხეში და რა ვიცი ომში ნამყოფი კი არა ომის გვერდში არ არის გავლილი თორე აი გავიარა მე ომის გვერდით ნუ ალბათ აზროვნებაც უნდა ამას ხო რაღაც უნდა გადაიაზრო ხო აი მე გავიარე 2008 წელს ომის გვერდით და აღარ მინდა ნამდვილად და კიდევ კარგი და მრცხვენია მაგას რო ამბობ რომ აი კურდღლებად რო წამოვედით უკან კურდღლებივით და კიდევ კარგი რომ ომში რაღაც საბრძოლო შეტაკებაში არ მომიწია ყოფნა რომ იქიდან არ გამოვიქეცი იმ ბრძოლის ველიდან თუ ეს კიდევ უფრო დიდი სირცხვილი იქნებოდა ჩემთვის პირადად და ამ ხალხს რა ეამაყებათ ამ ომის წაგება არ ვიცი და ეს კიდევ რაღაცა რუსეთის სახე ვანახეთ და ესე ხო რა ანახე არ იცის ახლა მსოფლიო რა არის რუსეთის იმპერია თუ რა ვისი სახე რა ანახე ან ეს კიდე რაღაცა რუსი დაგჩაგრავს და წახვიდე და იქ ბრიუსელში რუსი ჩაგრავს და იქ რაღაცა და მახვეწარის როლში და ფუ რუსი დავჩაგრა როგორ უნდა თქვა ქართველმა რა წავალ და იმ რუს დაველაპარაკებ რა ასე მე ჩემთვის ეს გაუგებარი აი რატო უნდა წავიდე მე სადღაც ბრიუსელში ვაშინგტონში სადღაც პლანეტა მარსზე და რატომ უნდა იმა ვიტირო იქ და მიშველეთ და რუსეთი ჩაგრავს და რუსმა დამჩაგრა და ვინ არის რუსის დაჩაგრი ქართველი ვინ არის რა მე იმის ისეთი ქართველის ახლა აღარ ვიტყვი აი რუსის დასაჩაგრი რო არის და კიდე ისა მიდიან და ისა წავალ და დაველაპარაკები იმ რუს ბოლო რა გინდა და რაშია საქმე და აბა მოდი და ვისაუბრო და ესე და ისე ის კი არა ვიღაცა პირადად ყოველგვარი შუამავლების გარეშე იქ მოკლედ გამიგრძელდა საუბარი და არ არის საჭირო რა ეს უტრაკოყარაჩოღელობა და ბოევიკობა რომ ეს ასე და ეს ისე და მე სადღაც იქ სამზარეულოდან რო არ გამოდიან და არც ეს არის საჭირო რომ აი ეს ექიმების ესე და რა და აბა მე რას არ ვქეიფო ბიჭო და რა მაგრამ დავლიე და ის რა დალიე მე მაინც ნუ მეუბნები რა მე ზუსტად ვიცი რა დალიე და როდის დალიე რა მაგრამ ნუ აი ესეთი რაღაცნაირ აი კუდი ყავარზე შემოდებული ხალხი და აი ესე უტრაკო ყარაჩოღელების ქვეყანაა რა ესეთი რაღაცა რომ ვითომ ჰაი ჰუი და რაღაცა და სინამდვილეში არაფერი ხო სინამდვილეში კარგა დიეტაზე და ძის და ვერც ქალებში ვერ დადის და ვერც კეიფებში ვერ დადის და ყველგან ისე და ვითომ ეხლა და რა მე რო თქვა რომ აი ისა დიაბეტი მაგ ვერ ვსვავ ხო ვინ და დაგძრახავს მაგან და იტყვი რომ აი რუსეთი უშველებელია დიდია და არ მინდა რა მაგასთან მე ომი რომ არ მინდა რომ მე წავიდე და ვიღაცა ქართველები დაიხოცონ და მე ვიღაცებმა წიხლით ჩემ ცოლშვის საძინებლის კარი შეუნგრიონ ხო არ მინდა რა ეს ქვეყანა რომ დაინგრეს და ამოხოცონ ყველა და მე სხვები ჩამოდა სირცხვილია ესა ხო ეგ არის აი ეს გიორგი მეფის ამბავი რომ მოგიყევით აი აბა ვინ მივავო ლომთანო ხო ნუ იქ წიგნში გასაგებია რომ ეს ავაზა ხო და მოკლავს იმას ჩამოგაშორებო გირშელსო რო ეუბნება ხო ესე ხო არ არის აბა ეს გოიმო ეს ვაშკაცობაა თუ გოიმობაა ბოლო ეს ჭკვა სუსტობაა თუ როგორ არის ვაშკაცობა ახლა ვებთან რომ მიდიხარ ხმლით ან ნუ რაღაც დევგმირი უნდა როგორ შეიძლება ახლა არ ვიცი ახლა ნუ ეს არის იდიოტიზმი კი არა რა ვიცი რაღაც სიგიჟია ხო და მე ის შენი საცოლე სხვას დარჩება და შენი ოჯახიც სხვას დარჩება და დაღუპა ოჯახს და საბოლოო ჯამში მე ეს ერთი დაღუპული გასაგებია ეს გირშელია თუ ვიღაც მაგრამ აბა 100,000 დაღუპული ქართველი ბიჭი როა აბა 300,000 დაღუპული ქართველი ბიჭი როა აბა 9,500,000 როა თუ რაღაც მე ვიღაც დარჩება ეს ქვეყანა მე ჩამოვლენ ის სხვები ვინც მაგას გიჩალიჩებს შენ და გეუბნება რომ შენ შეგიძლია ლომი დაამარცხო თუ ვებხვი თუ ის რუსული დათვი და გაგდებს რა გაგდებს აგდებულები ხართ რა
და მე თვითონ ჩამოვა და თქვენ ცოლშვილს ისინი გაამრავლებენ. აბა საწავა ის ამდენი უპატრონო ხან, ნუ ზოგს გაყიდიან, ზოგს ბარდელში გაუშვებენ, ხო, რა ვიცი მე. ვინც ლამაზი იქნება, თავისთვის დაიტოვებენ და დარჩება ეს ქვეყანა. სხვას 20-30 წელს მერე ქართული გვარი აღარ იარსებებს საქართველოში და ვისთვის გინდათ ეს დამოუკიდებელი ქვეყანა და ვის ებრძვით და რატო ებრძვით, ჯერ ეს გაარკვიეთ რა. ეგეთი ტიპები არიან ახლა სკოლებში და ინსტიტუტებშიც იყვნენ ეგეთი რომ აუ ერთხელ წავიკითხე და რაღაცა და არა და რა ვიცი გამოსტაზე შედის აბარებს და რანაირად წაიკითხა ერთხელ ხა ესეთ გენიოსი თუ არის მაშინ რა უნდა იქ მესამე კურსზე და მეოთხე კურსზე ხო წადი და ჩააბარე და წადი რა ვიცი აკადემიკოსი გახდი ხო დაუშვათ მაგრამ ვითომა ეს გიპუსტიაკებენ რა აუ ბიჭო და რაღაცა და აუ ეს ჩეჩნები და იგივე თემაა რა ეს ულტრაკოყარაჩოღლური რაღაცა აუ ვითომ ეხლა ვითომ იქ რაღაცას თუ იქ ხარდაჭერა გააკეთე ვითომ შენც მაგარი ბოევიკი ხარ და თუ იქ სწავლაზე თქვი რომ აუ რა სწავლობ ახლა ერთხელ წავიკითხავ მაგიზე და მაგის მასწავლებლები და ვითომ ახლა ძველი ბიჭი ხარ რაღაც ეხ სწავლა ფეხებზე კიდია მაგრამ შედიხარ და გამოცდას აბარებ იქ დიეტას არიცავ სვავ კეიფობ მაგრამ კარგად ყინჩად გამოიყურები ჯანმრთელად და ისე და არ ვიცნობდე მაინც ახლა მაგის მეუღლეს სულ ესე აი სალათის ბურცელს და ისე რა ქვია საათობრივად და წუთობრივად მივიდოს მაგრამ ვითომ ახლა რას ქვია და რა დიეტა და რა ისა და აი ესეთებია ის ქართველი ეს არის ქართველი აი უმრავლესობის და სახია რა ესეთ ვითომ ესა ვითომ ისე და ვითომ ასე ვითომ ისე და სინამდვილეში მე საქმე ზორი მიდგება არაფერი და ვინსად გარბის და ვინსად იმალება და მე შენ რაც უფრო მიამიტი ხარ და მიმდობი ხარ შეგატოვებენ შენ და მე შენზე გადაივლის მთელი ის მანქანა და შენ ოჯახზე ამიტომ მოდით რა ჩვენ ოჯახებს მივხედოთ და ჩვენ თავს მივხედოთ რა ეხლა მე კავკასიაზე ბევრი მithქვამს და წინააღმდეგობაში რო შევიდეთ იმიტომ რომ ხალხი ზოგადად ერთ აზრს მეორეს ვერ აბავს ხოლმე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა დამოუკიდებელი კავკასია ჩემი ოცნებაა ზოგადად და ჩვენი კავკასიური ხალხების ერთად ცხოვრება და მშვიდობა ასე ვთქვათ და იგივე რამე არ გამოვა სანამ აი მე მგონი თბილისზე რომ მქონდა ვიდეო იქ თქვი რომ თბილისი ახალი უნდა ავაშენოთ მეთქი ზღვაზე ზემოთ ზედა ნაწილში თანამედროვე ქალაქით სათამჯენებით დიდი ფართე ქუჩებით ავტობანებით და ასე შემდეგ და მეტროპოლიტენით მცხეთიდან რუსთავამდე რომელიც გადაკვეთავს ამ ქალაქს და ეს თბილისის მეტროპოლიტენი მერე ვარკეთილში და გლდანში კიდე მიუერთდება მაგას და ერთი თლიანი სისტემა იქნება ესეთი დიდი ქალაქი რომ მთელი ის იმიტომ რომ ეს იქნება მიზიდულობის ძალა მთელს კავკასიაში და რაოდენობა აქ წვეთს იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობ ამას ჩვენ ვაგებთ არა იმიტომ რომ რაღაც ტერიტორია წაგვართვეს არამედ იმიტომ რომ ჩვენ მასშტაბი წაგვართვეს ქართველები ეგეთი შემოქმედებითი ხალხია ხო აი სადაც პეტრე პირველი მივიდა იმპერია დაიწყო სტალინი მივიდა იმპერია შექმნა იქ ბერია აი სადაც უნდა მივიდეთ ჩვენ იმიტომ არ გვიშვებენ ჩვენ ხელისუფლებებში სხვაგან რომ ჩვენ შექმნით მაგარ ქვეყანას და ყოველთვის გვიშლიან ხელს ამიტომ ჩვენ გვინდა მასშტაბი და თუ მასშტაბი ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთთან ურთიერთობა და რუსულ მასშტაბზე ავაშენოთ ქართული სიძლიერე მაშინ ხალხის მასშტაბზე უნდა ავაშენოთ ეს ქართული სიძლიერე და ამას უნდა ერთი დიდი ნიუ-იორკი საქართველოში ეს იქნება თბილისი ნუ მე ალბათ სამთავრობო ის ასე ასპექტი უნდა მოშორდეს ასევე თბილისს გადავიდეს ალბათ მცხეთაში უნდა გადავიდეს და თბილისი უნდა იყოს აი სუფთად ბიზნესის ქალაქი, განვითარების ქალაქი, ძალიან მაგარი ინსტიტუტების ქალაქი, აქ უნდა ჩამოვიდნენ ეს უცხოელი სტუდენტები უამრავი, ეს პირდაპირ ინვესტიციები იქნება მათი შემოტანილი ფული. ასევე ჩრდილოეთ კავკასიიდან ბავშვები უნდა ჩამოვიდნენ, აქ უნდა ისწავლონ
და დაბრუნდნენ ისევ იქ და ქართული განათლებით და ქართული სტუმართმოყვარეობით, როგორც ჩვენ გვეკადრება, ისე უნდა მივიღოთ და ისე უნდა გაუშვათ აქედან ეს ბავშვები და შემდეგ ისინი რომ მოხვდებიან იქ თანამდებობებზე თუ რაღაც უკვე აღარ მოხდება ისეთი რამ რომ ვიღაც თავგახურებული გამოვა იტყვის რომ მოდი ახლა საქართველოს ჩვენი მტერია ის მეორე მოუბრუნდება და იტყვის რომ იცით რა საქართველოს ჩვენი მტერი არ არის იმიტომ რომ მე 5 წელი ვისწავლე და ვიცნობ ქართულ ხალხს და შემიძლია ახლავე ავიღო ტელეფონი და დაუკავშირდე იქ საქართველოში ვიღაც თანამდებობის პირებს დაუშვათ, ხო? აი ესეთ შემთხვევაში საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებლობა არის შესაძლებელი, როდესაც ჩეჩნეთის ხელისუფლებაში, ჩრდილოეთ ოსეთის თუ ალანიის რესპუბლიკის ხელისუფლებაში, ყაბარდო, დაღესტანი და კიდაც იგივე სტავროპოლის მხარეზე თუ აი რასაც მოიცავს კავკასია მთლიანად, ამიერკავკასია თუ ჩრდილოეთ კავკასია თუ რაც არის, როდესაც ყველგან ჩვენ იქ მთავრობებში იქნება ისეთი ხალხი, რომლებიც იქნება საქართველოში ნაუყოფი განათლება მიღებული და კარგად ეცოდინებათ საქართველოს, აი მაშინ უკვე შეიძლება გზების გაკეთებაც და ყველაფრის გაკეთება, იმიტომ რომ შენ ყავს იქ დასაყრდენი, შენ ყავს იქ შენი ლობი რომელიც გაატარებს შენ სიმართლეს მიიტანს ხალხამდე და ვიღაც ტვინგახურებული ადამიანი ვერ აუბნევს ტვინს იქაურ საზოგადოებას. აი ეს სამუშაოა გასაკეთებელი. ამისთვის საჭიროა ერთი დიდი ქალაქი და დიდი ქალაქი საჭიროა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვისაც, იმიტომ რომ მთელი საქართველოს სოფლის მეურნეობა მერე უკვე იმუშავებს თბილისზე და თბილისის გამოკვებაზე და ეს კიდევ აწევს საქართველოს პროდუქციის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხს, რომელსაც მერე ევროპაშიც მიიღებენ და სადაც გაიტან, ყველგან მიიღებენ, იმიტომ რომ აქ ჩამოვლენ სხვადასხვა მაღალი წრის საზოგადოების ადამიანები, როდესაც შენ გექნება კარგი გარემო მათი დახვედრისთვის, კარგი განათლება მაგათი დახვედრისთვის, კარგი სერვისი გექნება მათი აქ უსაფრთხო ცხოვრებისთვის. და საქართველოს ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში, ალბათ რა ვიცი. ერთ-ერთი პირველთაგანი. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.